ეს მიერი სიყვარულით მოყვასო ნათესავებო მშვიდობა გქონდეთ სულში, სამშობლოში, ოჯახში. ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ ჩვენიერი გამრავლდეს, გაბევრდეს. დღეს ერთად ავართ თქვენთან მე და ბატონი ბესო ბოგველი. სწავლული კაცი, მეცნიერი კაცი, აღსარებელი კაცი, ფსიქოლოგი ადამიანი, ძალიან დიდი მოღვაწე, ტრადიციების ერთგული, ეროვნულების ერთგული და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან დიდ ადამიანზე. მე ცოდვა გამხელილი ჯობსო და მე კი ვიცოდი ვინ იყო დიმიტრი უზნაძე, მაგრამ აი ამ ადამიანმა აღმომაჩენინა, ჩამახედინა ახლა მაინც მოკრძალებით ვიტყვი რომ ჩემმა ბავშვობამ უნივერსიტეტის ეზოში გაიარა და იმ პანთეონში და სადაც დიდი ივანე ჯავახიშვილია დაკრძალული და შესაბამისად იქ არსებული ყველა ძეგლი, ყველა სახე ბავშვობიდან მახსოვდა და ვიცოდი რომ ეს იყო უნივერსიტეტის დამფუძნებელი ერთ-ერთი დიდი ადამიანი, ერთ-ერთი ერთგული ქართული განმანათლებლობისა და სკოლისა და ასე შემდეგ და ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში დიდი მადლობა ჩემს მეგობარს, სწავლულს კიდე ერთხელ ვიმეორებ ბატონ ბესო ბოგველს, რომ ეს ადამიანი სუთავიდან აღმომაჩენინა. და ამაში რაღაც დონეზე ერთი მხრივ რომ უცნაურია ეს და ესე არ უნდა გვემართებოდეს მით უმეტეს ჩემი ხნის ადამიანს, მაინც ვიტყოდი რომ ამაში უცნაური არაფერია, იმიტომ რომ თვითონ ჩვენი ერია საოცარი და იმდენად ბევრი გენიოსი, იმდენად ბევრი მსოფლიო ადამიანი და კაცობრიობის სიამაყე ყავს, რომ რატომღაც მილეულია, მიქარწყლებულია მათი ღვაწლი. იცით რა შევადარებდი ამას? აი დიდმა ილია ჭავჭავაძემ რო აღმოაჩინა, რომ ერსყოლია ნიკოლოზ ბარათაშვილი, ორი კვირაო შლეგივით დავდიოდიო, გონება დაბინდული დავდიოდი, ეს რა ადამიანი ყავდა, ეს რა გონება ყავდაო და ეხლა იცით კიდე რა გამახსენდა, ამასაც დავამატებ და მე ბატონ ბესოს ჩავეკითხები და აი ამ თემაზე გადავალთ. ერთი სწავლული ქალბატონია ჩვენთან სამსახურში, წერილების განყოფილებაში და ფილოლოგი აკადემიური დახვეწილი მანერების, მაგრამ აი რუსული განათლება ჰქონდა დაახლოებით 30 წელი იყო რუსულ განათლებაში, რუსულ სკოლაში, რუსულ უნივერსიტეტში და ასე შემდეგ და დაახლოებით 10-15 წლის წინო ეს ქალბატონი მეუბნება, შუახნის ქალბატონი სადღაცო გახლდითო სასტუმროში, კერძო სახლში, სასტუმროშიო და აღმოვაჩინეო რომ ანუ ამ სახლში მხოლოდ ქართული ლიტერატურის წიგნები იყო, მხოლოდ ქართული წიგნებიო და აღმოვაჩინეო უდიდესი ქართველი მწერალი ალექსანდრე ყაზბეგიო. თურმე ეს ვინ ყოფილაო, ესეთი ემოციებით მიყვებოდა ეს ადამიანი. თურმე რა დიდი მწერალი ყოლიაო, როგორ წუხვარო ამ დრომდე არ ვიცოდიო და მეო რუსული მწერლები, რუსული ასე შემდეგ და თუ ქართველებს ესეთი დიდი მწერალი ყავდაო, ვერ წარმომედგინაო, მისი მოძღვარი წავიკითხეო, ესეთი საოცარი ნაწარმოები აქვს შესაბამისად და აი ისეთი ემოცია გამოსცა ამ ქალმა, რომ ესეთი დიდი მწერალი ყოლია გამაოგნებელი და მას მერე წავიკითხეო მიხეილ ჯავახიშვილის არსენა მარაბდელიო. და ამან საერთოდ დამავიწყა ყველა მსოფლიო ყველა ლიტერატურა და გადმოვედი ქართველ მწერლებზეო. შესაბამისად, აი როგორც ეხლა მე მინდა რომ დავახასიათებინო და ისაუბრებს იგი ამ დიდ ადამიანზე და პირველი ჩემთვის გამოუგნებელი რამ, რაც მაგალითად საზოგადოებამ შეიძლება არ იცოდეს, იყო ის, რომ 40-იანი წლების შუაგულში საქართველოში თურმე ტარდება დიდი გრანდიოზული კონფერენცია, ხო, ფსიქოლოგთა და ჩამოდის მთელი მსოფლიო, შეიძლება ითქვას უმაღლესი რანგის ფსიქოლოგები, მეცნიერები შესაბამისად და ეს ჩატარდა აი აქ ჩვენთან თბილისში, დედა უნივერსიტეტის ფაზაზე. ასე შემდეგ, აი აქედან დავიწყოთ. რაღონიზება იყო და მერე უკვე შესაბამისად პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები. გენაცვალეთ. 1979 წელს ჩატარდა მსოფლიო კონფერენცია, მეორე მსოფლიო კონფერენცია არაცნობიერის ამ თემატიკით. პირველი ჩატარდა ამერიკაში.
თუმცა პირველზე ფსიქოანალიტიკოსები არ იყვნენ წარმოდგენილი, ასე ვთქვათ, მოცულობითი. აქ უკვე წარმოდგენილი იყო ფსიქოანალიტიკური სკოლა, მაგალითად ფროიდის შვილიშვილმა ანა ფროიდმა წერილი მოიწერა, რომ მხოლოდ ამ კაცის საპატივსაცემლოდ ვიღებთ აქ მონაწილეობას, იმიტომ რომ მაშინ საბჭოთა კავშირს არ ცნობდნენ. არ იყო ისეთი სკოლები, ეხლა იყო იქ ვიგოცკი იყო, რუბინშტეინი, ზოგადად ესეთი ფიგურები, დანარჩენი ეხლა არ ცნობდნენ. უზნაძე როგორც კლასიკოსი მიღებული იყო და ამის საპატივსაცემლოდ ჩამოსული იყო 17 ქვეყნიდან, ამერიკა, გერმანია, იტალია, რა ვიცი, საიდან არ იყვნენ. ეს იყო პირველი ფანჯარა. ამას თვითონ იძახდნენ, პირველი ფანჯარა აპოლიტიკური, ასე ვთქვათ, საზოგადოების, აპოლიტიკური საზოგადოება შეიკრიბა და იმდენად ჰარმონია იყო, რომ გაოცებული იყვნენ ყველა. რომ როგორ შეიძლება თურმე დაილაპარაკო პოლიტიკოსების გარეშე. თუმცა ამას შემდგომ უნდა მოყოლიყო განხორციელება, იქით უნდა წასულიყვნენ საზღვარგარეთ და ჩვენები მოკლედ ეს გაცვლითი პროგრამები უნდა დაწყებულიყო და ეს დაიწყო ომი, ავღანეთის ომი და ისევ ჩაიკეტა. 4 თვეში ომი დაიწყო. ამ კონფერენციიდან 4 თვეში ავღანეთის ომმა გადაწყვიტა, რომ ისევ ჩაიკეტა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ კონფერენციის ერთ-ერთი ძირითადი ხარდაჭერი იყო ედუარდ შევარდნაძე. საქართველოს ფინანსებით მოხდა ეს ყველაფერი და მნიშვნელოვანია, რომ მას ინტერესი ჰქონდა, რომ გასულიყო ევროპაზე, გაეროზე ხო გახსოვთ მაშინ გაერო და ესეთი თემები იყო, რომ სწორედ ამით საკმაოდ მაღალი ავტორიტეტი მოიპოვა. იმიტომ რომ ეს სერიოზული კონფერენცია იყო. ხო, იქ ერთხმად 20-მდე ნაშრომი წარმოადგინეს და საბჭოთა კავშირიდან ვიც იყო ძირითადად უზნაძეს იყენებდა. წარმოიდგინეთ უზნაძის თეორიებს, უზნაძის განწყობას და ამ კონფერენციებზე იმდენად აშკარა იყო უპირატესობა. იმიტომ რომ უზნაძის თეორია არის მეცნიერული განწყობის თეორიის ექსპერიმენტალი. რაც შეეხება სხვა თეორიებს, მაგალითად ფსიქოანალიზს, ხო? ეს არის ძირითადად პრაქტიკიდან, ხო? ამას ვერ შეამოწმე ხლა. ამის მოკულა უნდა თუ არ უნდა და დევს თუ არა იქ დეტერმინირებული, ამას ვერ შეამოწმე, ხო? არ მოწმდება, არ იპოლევს გამოსაკვლევად, ცოტა რთული თემა. ამდენად ეს იმდენად სერიოზული ნაშრომები დადეს, რომ ბევრმა გამოთქვა, აი ანგია ბოჭორიშვილმა გამოვიდა კონფერენციაზე, რომ თქვა, ხომ არ ჩაგვეტარებინა ეს კონფერენცია არაცნობიერი თუ განწყობა. იმიტომ რომ უზნაძე პირდაპირ იძახდის თავის ნაშრომებში, რომ უმჯობესია არაცნობიერი შეიცვალოს განწყობის ცნებით. და მიუთით ეს პირდაპირ არაცნობიერი უნდა შეიცვალოს. ანუ ამ თეორიით არაცნობიერი არ არსებობს. ამას ჯერ კიდევ გაბრიელ ქიქოძე ებრძოდა კლერკეს, აი წარმოიდგინე კლერკე და ჰეგელს, როდესაც სად იყო ფროიდი, მანამდე უკვე არსებობდა არაცნობიერზე, რომ გაორებული მდგომარეობა, ორბურობაზე არის საუბარი, აქ მაშინ ამ ტერმინებზე უკვე ებრძოდა გაბრიელ ქიქოძე. ეს აი ის რაც დღეს ხდება არაცნობიერში, ხო, გაორებული ადამიანები თურმეში ქალია, კაცია და ძაღლია, სხვა პიროვნებებია, რაღაცები, ეს აი ამას ებრძოდა. და ამ სკოლით, ქართული სკოლით, რასაც გაბრიელ ქიქოძე და დიმიტრი უზნაძე მიყვება, არის მე სუბსტანცია, რომელიც მართავს ფსიქიკას. ფსიქიკა კი არ არის ეს მე. არ მოიქმნილი კი არ არის მე და შექმნილი, ის არის არსებული სუბსტანცია, სული თქვა, ახლა სულს ვერ იტყო და უზნაძე, ხო? ჩვენ ხო თავისუფლები ვართ, მაგრამ სული ადამიანის არსი, მოდი ესე. ხო, მოკლედ, რომელიც მართავს ფსიქიკას, მართავს სხეულს და ის რაღაცები, განწყობები, რაც არის, მემკვიდრეობითაც არის, ხო, განdaicema რაღაც განწყობები, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ. აი მთავარია, რომ ეს ადამიანმა ეს განწყობები მართოს და მე ეს კონტროლის ქვეშ აიღოს. ეს არის ბიზანტიური სკოლა, განსხვავებით დასავლეთის სკოლისაგან, რითაც შემდგომ განხეთქილება მოხდა. გრიგოლ პალამა და ვალამი, ორი ესეთი მეცნიერი იყო, ის იძახდა, რომ შიგნით უნდა შევიმეცნოთ ღმერთი გულშია, მეორე იძახის გარეთ უნდა გამოვიტანოთ ცნობიერება, განეთ განვალაგოთ რა. აი ამ ორი დაპირისპირების შედეგად მოხდა მივიღეთ კათოლიკობა. და მე კიდე მივიღეთ მაგის უკიდურესი, ეს არის პროტესტანტიზმი, ხო? ლუთერი, რომელიც
ლუთერი ძალიან დიდი ანალიტიკოსი იყო, მას შეეძლო ყველაზე მაგარი იძახდა მსოფლიოში, რომ მოდით შემეჯიბრეთ ზეპირატიცო და ყველა სახარების ტექსტები და სერიოზული. თუმცა არ შეეძლო ლოცვა. აი რომ ჩაეხედა გულში და გაეჩერებინა გონება არ გაჩერება არ შეეძლო. და სულ მოძრაობდა, სულ ხურდა და ლაპარაკობენ, წერენ იქ რომ ლოცულობდა, ცხელოდა და იხდიდა. ანუ ამ გონების გაჩერება უჩერდა და უჭირდა და როგორც კი შექმნა ახალი რელიგია რას იზავდა? პირველი რა აკრძალა? ასკეტიკა. ბერობა აკრძალა. ცოლი მოიყვანა ბერად, ისა უკაცრავად მონაზონი მოიყვანა და აკრძალა თვითრეფლექსია თავში ჩახოდა მოკლედ ღუდელსა და აღსარების საიდუმლოება აკრძალა. სადაც თვითრეფლექსია, ხო? შიგნდა ჩაიხედო და იქ რაღაცა გაიხსენო და მოინან. აი შიგნით რა ჩახედვას ეხდება აღმოსავლურდება. აი ეს ყველაფერი აკრძალა. ნუ აქედან მე პროტესტა. ნუ ეხლა ეს სხვაგან გადაგიყვანს ჩვენ. მე მარტო იმას დავამატებდი, რომ 100 ეხლა შესაბამისად ერთ თეოლოგს ვესაუბრე 2-3 დღის წინ და 150 შტო დაბადა პროტესტანტიზმმა, ნეოპროტესტანტიზმი და ასე შემდეგ და ერთ-ერთი შტო აი ეხლა დაიბადა 3 წლის წინ. მე ეხლა ძალიან გავურბივარ პოლიტიკურ თემებს, მაგრამ ეხლა დაიბადა საქართველოში ერთ-ერთი ნეო პროტესტანტული მომანა დაარქვეს ბიბლიური თავისუფლება, რაღაც გასაბერი უკაცრავათავარ ეკლესიების შექმნეს და პირდაპირ ეთერში ნარკოტიკი დათესეს. ეგეც ერთ-ერთი სექტაა, სექტის სექტო. ჩვენ ახლა არაცნობირიდან დიდი ბოდიში რა. აღარ გადავუხვევთ. არაცნობირიდან გადავედით ფიხტეს, რომელიც ეს ჰეგელს ეკამათებოდა. შესაბამისად, როგორც გაბრიელ ქიქოძე ეკამათება მეცნიერულად, ასევე დიმიტრი უზნაძეც ფიხტეს, დიმიტრი უზნაძე ჰეგელს, დეკარტს, სხვათა შორის დეკარტეს ფსიქოლოგიასაც აქვს მას კრიტიკა. ეს კრიტიკა კი არ ნიშნავს, რომ ცუდია. ეს იცახის, რომ არსებობს სხვა ხედვა და უფრო აბსოლუტური. მსჯელობა ცხადია. სრულყოფილი ეს მეცნიერებაში. ჯანსაღი კრიტიკა არის აუცილებელი მეცნიერებაში, ცხადია. ნუ მოკლედ ამ კონფერენციამ სერიოზული მასალები დადო. ძალიან ბევრი, რა ვიცი, სოფლიო დონის იყო და ჩემი სურვილია რომ ჩატარდეს მესამე სოფლიო არ ჩატარებულა არაცნობიერზე. ის საკითხი არაცნობიერის საკითხი დღის წესრიგშია. იმიტომ რომ გავიდა დრო behaviorism პასუხი არ აქვს, მექანიკურ თეორიას, ვიტალისტურ თეორიებს, როგორიც არის ფსიქოანალიზი, ამაზე არ აქვს, იმიტომ რომ ფსიქოანალიზი მოძველდა და თვითონ ფსიქოანალიზი უამრავი მიმდინარეობდა. არ მყარი, არ შესწავლადი მეცნიერული და არსებობს ფსიქოლოგიური მეცნიერება. უზნაძის განწყობების ფსიქოლოგია ეს არის სამეცნიერო ფსიქოლოგია. განსხვავებით, ის ექსპერიმენტალურია, შესწავლადია. შესწავლადი რა არის, შეგვიძლია დავიჭიროთ და შეგვიძლია რაღაც წარმოსახვებით განყენებული ცნებებით ვიაზრებოთ, არამედ ექსპერიმენტალური. ხო, ამდენად მე ვფიქრობ, უნდა შედგეს მესამე რაუნდი. განაზრიეროს მე და შესაბამისად უნდა წარმოჩინდეს განწყობების ფსიქოლოგია. ანუ მთელ სოფლიოში ყოლია მიმდევრები იმ პერიოდში, ესე იგი უზნაძის თეორიას, ხო? როგორ არა, ამერიკელებიც ყავდა და ეხლაც აყავთ კაცო, ამერიკელებიც იყვნენ. ხო, მესმის. გერმანიაშიც იყვნენ ძალიან ბევრი, ეხლაც არიან, ასე ვთქვათ, როგორც საქართველოში ფსიქოანალიზის, იქაც არიან. უბრალოდ ამას უნდა მოძებნა კავშირების, ნუ ეხლა ეს სხვა თემა. მოდით ამ სკოლაზე გითხარით, დღეს არსებობს ეს სკოლა? ხო, ნუ ეს როგორც იცით, თვითონ ამ სკოლის აუცილებლობას ჯერ კიდევ პატრიარქი საუბრობდა 2013 წელს მას საღდგომო ეპისტოლეში განაცხადა, რომ დიმიტრი უზნაძეს ძეგლი უნდა დაუდგათ. ძეგლი რატო, რომ ეს იქნებოდა შუქურა, რომ არ დავიწყებოდათ ქართველებს, რომ რა თეორია შექმნა. რატო? იმიტომ რომ ის მას ეკუთვნის თვითონ პიროვნება ჯერ ერთი რომ გრანდიოზული ფიგურა. ხო. ესეც უნდა ვთქვათ, რომ დააფუძნა მეცნიერებათა აკადემიის პირველ საწყისებშია. მაგაზე ცოტა ხანში ვილაპარაკოთ. აი ამ მის სკოლაზე ვილაპარაკოთ. როგორ არსებობს, აღარ არსებობს, დაინგრა, მარტო თქვენ ახართ ამისი. არა, არია როგორ არა, უბრალოდ მე უფრო ფსიქიატრი და კლინიკური ფსიქოლოგი ვარ და ფსიქიკური აშლილობის მიმართულებით ძალიან საინტერესო კონცეფცია აქვს დიმიტრი უზნაძეს და ამას მივყვები. ხო, ეხლა რაც შეეხება ამ სკოლას ნენელა ხდებოდა ამ სკოლის სუიდევნებოდნენ ესენი, დიმიტრი უზნაძეც იდევნებოდა
თვითონ კათედრა ცხოვრებაშივე. კი ბატონო, მეცნიერებათა აკადემიაში ინსულტი რაზე მოუვიდა, ღამე გაათია, წიგნი დაწერა, მივიდა იქ მეცნიერებათა აკადემიაში და იქ დაუწყეს როგორც ხდება, რომ შენ ისახარ ნუ რაღაც ახლა ბურჟუაზიული რაღაც ხო რაღაცას მიყვები, როგორც ხდება ახლა ქართველებში. გალაქტიონ საბრალებდნენ მაგას. გალაქტიონ საბრალებდნენ ახლა როგორც ხდება და ნუ გაბრაზებულმა დაარტყა, ნუ ეს განწყობა და ჩაექცა. და რომ სამონტყოფოში გაიგო რამდგომობა თავის მეუღლეს ეუნა და მე ვაქამაქვსო, ჩაქცეო ზუსტად იცოდა რომელ ველში კონდა ჩაქცეო, იმდენად მაღალი დონის ის იყო რა. ნუ მე მორწმუნეც ხო? მორწმუნეც ხო? ღვთისმოსავი. რა თქმა უნდა, იყო პირდაპირ იძახდა, რომ სკოლებში აუცილებლად უნდა შევიტანოთ რელიგიური აზროვნება. უნდა ვასწავლოთ, რომ არსებობს აბსოლუტი ღმერთი, სამყაროს გამგებელი და ბავშვს უნდა ვასწავლოთ ეს გრძნობა განუვითაროთ. ხო, თუმცა და რო სული უკვდავია. თუმცა იმაზე რა კონფესიებზე არ იყო საუბარი. ჩვენ უნდა მხოლოდ ამ გრძნობა აღუზარდოთ რა, რომ უნდა რომ არსებობს ამ სამყაროს ღვთიურობის, რომ მარტო შენ არ ახარ და აი რა შეიძლება ადამიანის უკვდავების. ხო, ნუ რაღაცა გინდა შიში კონდეს გენაცვალება ხო? გენაცვალება, რა დიდი ხერხემალია. გინდას რომ გიყურებს, ხო, სხვადასხვა ტექნოლოგიებია რომ ბავშვს რაც ახლა დღე ხდება სკოლებში, ხო? ხო, თუმცა არ იყო მომხრე შეტანისა რელიგიის თქვა კონფესიების შეტანის. ის თვითონ პოლიტიკური ფიგურაც იყო, სოციალ-ფედერალისტი იყო. და სოციალ-ფედერალისტებსაც ზუსტად იგივე განწყობა ჰქონდათ რა, რომ ეკლესია სოციალ-ფედერალისტი ალბათ ადრეულ ხანაში, ხო? აი მაგალითად 10-იან წლებში, 20-იან წლებში, არა 50-იანებში, 40-იანებში სოციალ-ფედერალისტური პარტია რაღაც საწყისებში მაგალითად რევოლუციას ორივე აღიარებდნენ, ორივეს უხაროდათ, რაღაც თემებში იყო და მე ეს პარტია შეერთდა. კომუნისტურ პარტიას შეერთდა. ნუ უბრალოდ გასაგებია, ანუ მაინც ვიტყვი რომ ადრეულ ეპოქაში და მე ახლა 40-იანი. ხო, მოკლედ ეს ინსტიტუტის შემდგომ ეს ადამიანი იმდენად დაკავებული იყო მეცნიერებით, რომ ალბათ 40-იან წლებში როცა აი ამ საოცარ თეორიებს ქმნიდა და ნუ ფაქტია ირკვევა რომ მას ხარდაჭერები ყავდა, იმიტომ რომ 1950 წელს პირველი საბჭოთა კავშირში არა მარტო საქმეში აღმოსავლეთ ევროპაშიც მე მგონი პირველი სკოლა შექმნა, ფსიქოლოგიის ინსტიტუტი შექმნა. საოცარი და რუსეთი 3 წლის შემდეგ ქმნიან ხოლმეში იქმნა და აქარი და იქ ხო კაც ხონდა ყოფილიყო. ნუ სავარაუდოდ მას ყავდა ხარდაჭერი და დღეს უკაცრავად ვარ, დღეს რა კვალია ამ ინსტიტუტის. ხო, აი გავალ იქამდე რა იყო, 2 წუთი მინდა, ნუ ხარდაჭერები ყავდა, ეს იყო სტალინი ფაქტიურად ირკვევა რომ მას და მისა მოკლედ როგორც ჯავახიშვილი იცით ხო, უნდა ჯავახიშვილი ტოვებდა ინსტიტუტს და ჯავახიშვილს შემოაცარა კაროლა გვერიძე რომ დასდევდა და ანუ მოკლედ სტალინი ასკარად ჩანს უზნაძის და ჯავახიშვილის ხარდაჭერი. და სხვათა შორის, როდესაც რუსეთის იმპერიის წინაშე დააყენეს უნივერსიტეტის, იქ იყო სამეცნიერო აქტი, სამეცნიერო არგუმენტაცია და ერთ-ერთი იყო უზნაძე, რომელსაც სამეცნიერო არგუმენტაცია დადო. იმიტომ რომ ეს არის აი ფსიქოლოგიური დაცვაზე ადამიანების მარტო სახელმწიფოს ფიზიკური დაცვა კი არ არის ჯერ, არსებობს მენტალური უშიშროება. აი ეს ადამიანი ამ უშიშროების როგორც ჯავახიშვილი ამ უშიშროების სადარაჯოზე იყვნენ და ეს უნდა გამოიკვეთოს და შემდგომ აი მაგალითად იგივე ის რომ მესამე კლასამდე რუსული არ ისწავლებოდა არა მარტო საქართველოში, მთელ საბჭოთა კავშირში. ეს არის უზნაძის დამსახურება. იმიტომ რომ ის და ისწავლებოდა ეროვნული, ხო? მშობლიური. ის და ის ენა ვიგოცკი თვლიდა რომ ამ უცხო ენას შეუძლია დეტერმინაცია გამოიწვევს იმ უცხო ეროვნების ენის მოკლედ ფსიქიკაში შემოიტანა და ამაში უბრალოდ ფსიქიკური აშლილობაც კი გამოიწვევს. არსებობს ესეთი ნაშრომი ვიგოცკის. ანუ სანამ იყო ეს ფსიქოლოგები, ისინი კატეგორიულები იყვნენ, რომ მესამე კლასის მანამდე არ დაშვებულიყო უცხო ენა.
ნუ ჩვენთან რა მოხდა იცით ხო სანამ ეს სკოლა იყო კი იცავდა ამას როგორც ეს სკოლა გაანადგურეს შემდგომ აი ეს ბჟალავა იყო პათოფსიქოლოგიის დამფუძნებელი არა მარტო საქართველოს საბჭოთა კავშირში წარმოვიდგინეთ პირველი წიგნი გამოჩნდა მე რუსებმა თარგმნეს და აი ეს ადამიანს ამასაც აბრალებდნენ რომ შე რაღაცა ბურჟუაზიული რაღაცა გადმონაშთი ხარ რაღაცა და დაიბარეს რუსეთში მოსკოვში ქართველების აქ დაწერილი აქცე და გამოიყვანეს 7 პაციენტი ფსიქიატრიიდან. ფსიქიატრიული პაციენტები და აი ორი ბურთი მისცეს და აბა გამოიცანიო ხო მაგარი ხარო იძახიო რომ შესაძლებელი და შესაძლებელია ბურთებით დიაგნოზის დასვა. მაგალითად სტატიკური განწყობა არის შიზოფრენია განწყობა არის არაფერზე არ უვითარდება განწყობა რა სულ ერთი ადამიანისთვის. აი ესეთი ბურთებით არის შესაძლებელი პრობლემა, ნუ ეს არის დეპრესია, იქ მინდა ეპილეფსია დასვა და 7-ვე გამოიცნო და აი გაოგნებული ადგა მთელი ფსიქიატრიული საზოგადოება ტაში დაუკრეს და ნუ აქ ჩამოვიდა ხო ნუ რაღაც ფაზა. მერე ისევ დაიწყეს, ნუ მუდმივად ეს ყელში ქონდა რუსეთს ამოსული, იმიტომ რომ ეს ინსტიტუტი პირდაპირ რუსები საუბრობენ რომ როგორც უზნაძე ებრძოდა ფსიქოანალიზ, ბიჰეიორს, მექანიზმს, გელშტაბებს რუსული ფსიქოლოგიაც გაანადგურა, იმიტომ რომ იმდენად მაღალი იყო, რომ ყველა ამას მიყვებოდა რა. ნუ მოკლედ შემდგომ იწყება, რომ ამ კონფერენციის შემდეგ დაიწყო ზეწოლა ამ ინსტიტუტზე, ფინანსური რესურსი შეუმცირეს, იქ მერე ქართველებმა დაიწყეს მათემატიკოსებთან, მაგალითად ბჟალავა სავს ხელოვნურ ინტელექტზე წიგნი აქვს გამოშვებული, ანუ მექანიზმები აღწერილი ფსიქოლოგიური და აი ეს წიგნი და ის მათემატიკოსების ჩართვა უკვე რუსეთმა დიდ საფრთხედ აღიქვა და დაიწყო სამის ფინანსური და რაღაცა გავლენებით ამ ინსტიტუტის შევიწროება. ნუ ბოლო ეხლა ამ რეფორმას რაც მოყვა ვითომ ევროპული მოდელირები და სისულელია გაანადგურეს მთელი მენტალური ინსტიტუტები, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის 75% გაუშვეს, დაუკითხავად. დატოვეს ახალგაზრდები, პოლიტიკურად მართვადი ელიტები და აი რო წერია დასკვნაში რომ 75% არის გაშვებული თვითონ მოსამართლეს უწერო ფაქტიურად ინსტიტუტი გაანადგურეს. და ესენი მე გაუწელეს პროცესი, ხო იცი როგორც ხდება 4 წელი და აღარ დააბრუნეს ვაზა გავიდა და გაუშვეს. და დარჩა, ნუ ფიქრობდნენ რომ ეს უნდა ემართათ. მიზეზი იყო ვითომ არ არის ეგეთი ფორმა რომ დამოუკიდებელი ყოფილიყო, თუმცა რამდენიმე ინსტიტუტი დარჩა. ფიზიოლოგიის ინსტიტუტი დარჩა, კიდე სხვა დარჩა. ხო, ამიტომ რას ვიძახი, იცით, ეს იყო უფრო პოლიტიკური აქტი იყო რა. თუმცა შემდგომ დღევანდელ ხელისუფლებას კი განაცხადეს, მაგალითად 13 წელში განაცხადეს მარგველაშვილმა განათლების მინისტრი პრეზიდენტო ამ ინსტიტუტს აღვადგენდა სამეცნიერო ვანდალიზმს დავასრულებთ, თუმცა როგორც ხო სამწუხარო ის არის ეს დიდი ეროვნული იარაღი და ძალა ეს სამეცნიერო სკოლა მისი მუზეუმიც არ გვაქვს, მისი სახლიც გაყიდულია, იმიტომ რომ უზნაძის ქუჩაზეა რა? კი ბატონო. რაღაც ორგანიზაცია სახელმწიფომაც კი ვერ შეინარჩუნა. აი რო ჩამოიყვანო და რო რაღაცა იყოს საუბარი, აი რა სკოლა გაქვს, ხო? სხვათა შორის ეხლა შარშან წინ იყო ქალბატონი ქეთევარმა ჩამოიყვანა ინგლისის აკადემიის წევრია და ჩამოიყვანა ინგლისელები და რო უნდა ეჩვენებინათ რა ვაჩვენო, ხო, რა სკოლა, რა გავაცნო, წარმოიწია უზნაძეს. თუმცა მუზეუმი არ იყო და ხელოვნურად მოაწყეს ქუთაისში, ძალიან კარგია რომ მოაწყეს მისი ნივთები და აჩვენეს აი მისი ნივთები. არა გვაქვს უზნაძის მუზეუმი არ გვაქვს. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური ფიგურა იყო, მოდი ესე ვთქვათ რა. ის დამოუკიდებლობის აგზია. თქვენ მეორედ ამბობთ, მესამედ ამბობთ რომ პოლიტიკური ფიგურა იყო და მე ვამბობ რომ მეცნიერების მამა იყო და განმანათლებელი იყო და შეიძლება ითქვას რომ ეროვნული მკურნალი იყო ცნობიერებისა და აზროვნებისა და გონებისა. მე ვიძახი ის იყო პოლიტიკური ფიგურა ბოლომდე დარჩა როგორც პოლიტიკოსა. დაიცვა რა არის პოლიტიკოსის ფუნქცია. დაიცვა ხალხის მენტალობა, ხო? ამას იცოდა 70-იან წლებში არაცნობიერი და ბიჰეიორიზმი, როგორც ახლა განათლების სისტემაში გაჭყეპილი, ამას არ დაუშვებდა, თავისი კონცეფცია ჰქონდა, თავის წიგნებს უშვებდა, თავის კვლევები იყო. მეორე, ცნობიერებას იცავდა და არ შედიოდა სხვა რაღაცა ხელოვნებაში, ძირითადად არაცნობიერი აკრძალული იყო. არ უშვებდნენ ამას, ხო?
განათლების სისტემა არა მარტო განათლების სისტემა ამიერკავკასიის მე ვნახე ოქმები ამიერკავკასიის მაშინდელი იმ ერთ-ერთი სახალხო განათლების კომიტეტის ერთ-ერთი წევრი იყო არა მარტო ამიერკავკასიის თემებზეც კი წვდომა ჰქონდა ეს არ იყო მარტო ფსიქოლოგის ფილოსოფოსი იყო პოლიტიკოსი იყო მაგალითად დამფუძნებელი იყო სოციალ ფედერაციის 17 წლის გაზეთებში იყო და დამოუკიდებლობის აქტზე ჰქონდა მოწელი. ერთადერთი იყო, რომელიც ბოლომდე მიყვა ქართულ სახელმწიფოს. ღმერთმა აცხონოს. დამფუძნებელი მეცნიერებათა აკადემიისა. კი ბატონო. დედა უნივერსიტეტისა. ერთგული ივანე ჯავახიშვილისა. ყველა ერთგული ადამიანები ივანე ჯავახიშვილისა, ყველა წინაშე ქეთს ვიხრი ეს. ეს დიდი გუნდია, ამ გუნდმა გადაგვარჩინა. რა თქმა უნდა, მე კიდე ერთი რომელიც საზოგადოებამ არ ვიცის, სოფლიო ისტორიის პირველი წიგნის ავტორი. კი ბატონო, სოფლიო ისტორია, რო ჩამოვიდა აქ და ნახა ქართულებს ისტორია არ ქონდა, სოფლიო ისტორიის სახელმძღვანელო შექმნა. პედაგოგიკის დამფუძნებელი და რა ვიცი, ის განათლების სისტემა რაც იყო, კონცეფციალურად დაწყობილი, ეს იყო ამ ინსტიტუტის შრომები. ძალიან წარმატებული სკოლა. აკადემიური ყველა დონეზე. და რატო არ აღწევენ ახლა ამ დონეს? ჯერ მენტალობა ამთავარი, ხო? მენტალობა. მიდგომა და სწორი აზროვნება. კარგი, ნუ მოკლედ ეს რაც კიდე დეტალებიც არსებობს, რავი, თუ გაინტერესებთ. აი მაგალითად, თავიდანვე გამორჩეული იყო ცოტა ისტორიაში თუ ჩავალ, თუ გაინტერესებთ. ზოგადად ეს გადაცემა ისტორიაა. 4 წლიდანვე განსხვავებული ბავშვი იყო, ამბანი შეუსწავლია, წიგნებს კითხულობდა ეხა წარმოვიდგინე. ვუნდერკინდი, გენიოსი. ხო და რომ მიიყვანეს იქ თავადაზნაურთა სკოლაში, იქ გასაგებია რომ გამოირჩა. ამ დროს გაბრიელ ქიქოძე მის ეპარქიაშია, ხო ხა წარმოვიდგინეთ, მისი სულიერი შვილები ასწავლიან, ნუ ალბათ წარუდგინეს. არსებობს ესეთი ჩანაწერი, რომელიც 2005 წელს განათლების სამინისტროს რაღაც გვერდზე აი მეუბნა დოკუმენტს ვერ მივაგდენი. მოხდენილი გარეგნობის ახალგაზრდა კაცი ეს გაბრიელ ქიქოძე იძახის. დაჯილდოებელი პატიოსანი და ნატიფი აზროვნების ნიჭით. ანუ ჩვენ არ ვიცით რამდენად შეხვდა, როგორი ურთიერთობა ჰქონდა, ხო, რაღაცებს, ანუ შესაძლებელია მან თავისი ფსიქოლოგია, წეღანას თქვით, ხო, ერთ-ერთში გავს მათი ფსიქოლოგია. ერთ-ერთში. ისიც ფიხტეს, კლერკეს, ჰეგელს, ისიც მექანიკურ თეორიას და ვიტალეს ებძვიან, ესეც ზუსტად იგივეს ებძვით. აი, ერთი და იგივე. უბრალოდ ის არ ახსენებს უზნაძე არ ახსენებს სულს, ახსენებს პიროვნება, მართავს გონებას და ძალიან საინტერესო ტერმინი აქვს ნახსენები ისტორიული პიროვნება. აი, ისტორიული პიროვნების პრაქტიკა, ისტორიული პიროვნების პრაქტიკა რა არის თუ არა სულის პრაქტიკა? უკვდავება, ხო? არა მარტო უკვდავი არსების. არა მარტო ის გენეტიკურად რო გადმოგიქცა, ხო? გენიალურია. ისტორიული პიროვნება, აი, თვითონ ეს თუმცა ეს საოცარი ფრაზაა და არსია, ხო? ეხლა ეს დიდი მადლობა მაგ სიტყვისთვის. რატო გეუბნებით მახსოვრება ისტორიული პიროვნება. რაღაც სასწაულა ეხო მაგაზე რამდენი ხანი ვიფიქრე. თუმცა ამას ვერ მიაგნებთ. მის წიგნში ისია დაწერილი, სამჯერ წავიკითხე. და რის შემდეგ წავიკითხე, ეხლა გეტყვით. შალვან უცუბიძე ხო ძმაკაცობდნენ ფილოსოფოსი იყო ეს და შალვან უცუბიძე ეუნება რომ ვერაფერს ვერ წერო რა ის რაც მინდაო დავიწერო ერთხელო დამიბარესო იქო გამაწითლესო ხო და რო დავწერო ეხლა რასაც ფიქრო მომკლავენო. დიახ. ჯოათე კიდე შენ თუ ქვევში ჩადეო რა. და ქვევში ზოიანი ეზეთები არის რომ იქაც აღმოთხრიანო იქ რო დავწერო. პაგას არ გეუნები ისე ჩადეო რომ მომავალ თაობებმა ნახონ. რა და გახსნანო. ხო ასე რომ მისი წიგნი ხელმეორედ არის შესაძლებელი. აი როგორ არის ცით რო კითხულობს ახლა ყველას ვისაც კითხავთ, კითხულობ და იღლები. გეძინება, თუმცა არის ფრაზა. ზუსტად აქვს იქ სასა უნდა ჩაგეძინოს და რაღაც ფრაზას ჩაგიდებს რა. აი ისეთი ფრაზაა. გაპოვნინო. შეიძლება სტრიქონებს შორის გაპოვნინო და მიგანიშნოს. ზოგი რამე მართლაც უამრავი რამე ახლა მე უკვე ისტორიულ ანალიზს გეუბნებით რომ ზოგი რამე წერია იმისთვის რომ 21 საუკუნეში წაიკითხონ ადამიანებმა და ვერ წაიკითხავდნენ მე-1000-ში, მე-12-ში, მე-15-ში დამერწმუნეთ. მე გეტყვით მაგ დეტალებს რა და
ეხლა უნდა გაიხსნას ზოგი რამე გნებავთ ისტორიულ წყაროებში. ხო, აი მოკლედ ეს გაბრიელ კიკოძე გერმანულ ფსიქოლოგიას, გერმანულებს საერთოდ თვითონ ის, როდესაც მართლმადიდებლები მათ დაწყევლეს და ჯერ კათოლიკებმა დაწყევს და მე მართლმადიდებლები, ამ დროს პატრიარქი იყო გერმანელი იყო. გერმანელებმა ხო შეიჭრენ და აღიღეს ეს ბიზანტია, ხო? ანუ ის 4-3 თაობა იქით იყვნენ გერმანელი პაპები. პაპი. ხო, პაპები. მე რას ვიძახი, გერმანული აზროვნება ხედვისთვის შიგნით ჩახედვა არის მათთვის რაღაც უცხოა რა. უცხოა. ძირითადად ისინი არის ანალიტიკური აზროვნებას განვითარებული. ამიტომ ის რომ ზუსტად იქ განვითარდა ეს პროტესტანტული მიმართულება, იქ განვითარდა მატერიალისტური, ეს ჩვეულებრივი თემა იყო. ამიტომ როგორც კი ეს საშიშროება დაინახა გაბრიელ კიკოძემ, ხო? გაბრიელ კიკოძემ დაინახა ეს საშიშროება და იქით მიდის მთელი კაცობრიობა და მოვა რევოლუციები და მიანგრევს ამ ყველაფერს, დაწერა წიგნი ცისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები, სადაც სწორედ ამაზე საუბრობს, რომ აი ეს არაცნობიერი ეს საშიშია და მოდი მეცნიერებო, რო იძახით, რომ სული არ არსებობს, სული შეისწავლეთ, სული არის სუბსტანცია. აიღოთ ფიზიოლოგიური გზნობათა ორგანოები, გზნობათა ორგანოებიდან მემდე როგორ მიდის ინფორმაცია, როგორ აღიქვამს ეს. აი ეს შეისწავლეთ და ის სული არსებობს. ხო, თუმცა ეს ცნება ამ დროს ცდილობდა მეცნიერების გასულიერებას და სულიერების გამეცნიერებას და სხვათა შორის სოლოვიოვის მე წავიკითხე რომ სოლოვიოვი რაღაც დონეზე მასწავლებელს უწოდებდა გაბრიელ კიკოძეს, იმიტომ რომ აი სოლოვიოვმა რა გააკეთა. გააკეთა რელიგიის გამეცნიერება. და სხვათა შორის იგივეს აკეთებს მე შტაინერი, რერიხი, ბლავაცკაია, ამ თეოლოგიური საზოგადოება, ანუ მოთხოვნილება გაჩნდა. ამ მატერიალური აზროვნების განვითარებას შიმშილი გაუჩნდა ადამიანებს. ეს ანალიტიკური აზროვნება განავითარეს და რაღაცა ქვშია და მოთხოვნილება გაჩნდა და დაიწყეს ამ რელიგიურობის გადატანა. და გაბრიელ კიკოძე სწორედ ის უწერია, რომ და ამ დროს 1858 წელს რო წიგნს გამოსცემს, ის გაუცელდა არა მარტო რუსული ქსელით გერმანიაში ამ დროს იწყებს მხოლოდ ვუნტი სენსორულ აქმებს. ჯერ საერთოდ ლაპარაკი არ არის, რომ შესაძლებელია სული და შიგნით შეიმეცნო შიგნით რა აქმების არის საუბარი. ხოლო წიგნს 17 წლის შემდეგ აქვეყნებს. და ძალიან გავს როგორ არიცით, აი ძალიან სახელწოდებები ერთი და იგივეა რა. ეს სამივეს ძალიან გავს. არ არის გამორიცხული, ჩვენ ხო არ შეგვისწავლეთ, რომ შესაძლებელია გავლენა იქონია მის გაბრიელ კიკოძეს პოზიციამ, სოფხედელობამ, რომ შესაძლებელია სული შიგნიდან იყოს შესწავლეთი. და გაბრიელ კიკოძე საუბრობს, რომ სულს აქვს ორი უნარი. ეს არის შეგრძნება, იმიტომ აბა შიგნით ვართ, ხო, როგორ უნდა შევიგრძნობ. დავხუჭა თვალებს აღარა ვარ, ხო ეგრეა, 5 გზნობათან უგრე ჩავკეტავ აღარა ვარ. ერთ-ერთი თუ არის? ვარ. ხო, სმენითაც კი საკმარისია რომ ვიყო, ხო? და დავამყარო მატერიასთან. ხო, და არამარტო უყურებს. მეორე აქ მოკლდა მეორე მოქმედება. უზნაძეც იგივე იძახის, აღქმა და მოქმედება. მოქმედება სანამ მე ჭიქაზე გავიჭე, ჯერ ის უნდა აღვიქვა. და მეორე მოახდინე ობიექტიზაცია, რა არის ეს? რა მიდევს წითო რაღაცე დევს ჩვენს და მხოლოდ რა მჭირდება მაშინ განვეწყობი. ხო, აი ეს არის განწყობის ფსიქოლოგია, რომ რა გჭირდება მაშინ განეწყობი და მაშინ პოულო. და ამ ხრივ ძალიან საინტერესოა ის, რომ ის სწორედ მიდის ის ფილოსოფოსია. ის არ არის ფსიქოლოგი, როგორც ახლა იძახიან. მიდის ევროპაში სწორედ ამ საკითხების შესასწავლად, შემეცნებისა, გნოსოლოგიური საკითხის შესასწავლად, შემეცნებაში და მატერიისა და სულის მიმართება რა არის. ანუ ის გამშვალულია უკვე და ეს ახლა ისე ჩავიდა და ვუნთან მოხვდა ეგრე არ ხდება. ის მიდის ფილოსოფოსად, თუმცა იმდენად ძლიერი ფილოსოფოსია, რომ მაგალითად ლაიფციგში კი ჩააბარა, მაგრამ ვერ მოუძებნეს რა. ეხლა წარმოიდგინეთ მისი დონის სადოქტორო მეცნება გერმანიაში ხო და ვიღაცა ნახეს ჰალე ვიტენბერგის უნივერსიტეტში და იქ გადაიყვანეს და იქ დაიცვა სოლოვიოვის. ანუ ვერ უპოვნეს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა. სოლოვიოვის მეტაფიზიკა ეს არის რაღაც აი
ვიში პილატო რო იტყვე რაღაცა მაღალი დონია, რაღაც ისეთი მაღალი დონის იყო, რომ ვერ გაიგეს რა მოხდა. საწყის რო დავუბრუნდეთ, ეხლა ძალიან ჩავეჭიდე მე იმ ფრაზას, რომ შესაბამისად მის აზროვნებაზე, გონებაზე, სწავლებაზე, განმანათლებლობაზე თავიდან გავლენა ქონია გაბრიელ ეპისკოპოსს. კი ბატონო, ქართულმა სხვა წიგნი არ არსებობს. ეხლა ნახეთ, ჩემო ბატონებო, აი 20 წამი რა. მეც ეხლა ცოდვა გამხელილი ჯობსო და მთელი ცხოვრება და სწავლაო და აი ეხლა აი ამ წუთში აღმოვაჩინე, კარგად გამიგეთ, მე მეგონა რომ მარტო სასულიერო პირია და მქადაგებელია და წაკითხული მაქვს ორადორი წიგნი ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა. გაბრიელ ქიქოძეზეა საუბარი, კარგად გამიგეთ და ის რომ თუ იგი ფსიქოლოგი ყოფილა და ფილოსოფოსი ყოფილა და დიდი სკოლა ყოფილა და ასე შემდეგ პირველად მესმის და მამაჩემი იყო ეხლა საბჭოთა ეპოქის ადამიანია, უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, კარგად გამიგეთ, ჩემო მეგობარო, ბატონო ბესო და ადრე აი 80-იან წლებში წარმოიდგინეთ ჯერ კიდე საბჭოთა კავშირია და კი იყო ისტორიკოსი და ერთმა მეგობარმაო ფილოსოფოსმა მაჩუკაო ეს ორტომეული გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებანი და მამაჩემი ღმერთმა აცხონოს აი რო იყო მაგალითისათვის თარიღი სიტყვაზე 25 თებერვალი ძველი სტილით იმ დღეს კითხულობდა 25 თებერვლის ქადაგებას აი რას ამბობს ეს ადამიანი რას ამბობს და აი სრულიად იმ ეპოქაში ვინ იყო ეხლა ეკლესიური 0.5% ხო და აი ამ წიგნმა მამაჩემი გახადა 65 წელიწადში მორწმუნე და აი რო წაიკითხა და ესე მივიდა ეკლესიაში იცით თან როდის მივიდა იცით ეკლესიაში 65 წლის ასაკში დაახლოებით გაბრიელ ქიქოძის გადაგებების დამსახურებით დიდი მადლობა მას და მის ზღვას უნდა ითქვას რომ გაბრიელ ქიქოძე პოლიტიკოსი იყო იცით ხო როგორ დაუპირისპირდა და რა გააკეთა მან აფხაზეთში რამდენი ადამიანი გადაარჩინა აბა ის რომ ეხებოდა განათლების სისტემაში რა ვიცი ძალიან დიდი პიროვნება მას ისეთი სერიოზული ხედვები აქვს რომელიც ჯერ კიდე შესწავლილი არის მაგალითად ფსიქიატრებს ეკამათება რომ ძალიან საინტერესო ხლა ეს შორს წავიყოს რა კამათი შეგვიძლია მე ლაპარაკობ ძალიან თანამედროვე აი ინკლუზიური განათლებაზე ხლა რომ გერმანელებს იქ ეკამათო თქვენ რო ფიქრობთ რომ აი მათემატიკად რო იცისო და კარგად დაზრონებს და ქცევებს და ესო მაღალი პიროვნება ეგრე არ არისო ყველა ჩვენო თანაბარი ვარ მე სულში მე სუბსტანციაში ყველა თანაბარია ხო განსხვავდება ამ კაროვკაში მოკლედ ფსიქიკაში და აი მეში თანაბარი ვარ ეს მე ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ეს ქართველებისთვის მე ძალიან ისეთის ევროპამ არ იცის ეს იცის ინდოეთმა ეს იცის ეგვიპტემ ეს იცის შუმერმა და ჩვენ ამ ადრინდელმა შუამდინარეთმა ხო აი გეტყვით ახლა სადაც იბადება კაცობრიობა ინდოეთი ჩვენ როგორც მე ვაქვს ეგად მეები აქვთ და მეშვიდე ჩაკარა რო ახვალეს გონების თვალი რო შიგნით უნდა იყო ამასაც მეები ქვია რა და ურუქის კულტურაში რო არის აქედან ჩატანილი მე და იქ პირდაპირ ინანამ ჩაიტანა 100 მე პროფესიები ჩაიტანა ჩვენი მე ლოგოსია მაგალითად მე ნავე მე ანუ ეს მე როგორი იყო ჩატანილი ინფორმაცია ცოტა ისა ანუ იყო რაღაცა კვლევები რომ რაღაცა კაროვკებითაც ქონდა ინფორმაცია მარტო ამით არ ხდებოდა გადატანა როგორ ჩვენ წიგნები სხვა რაღაცები ქონდა რაღაცაში ეს ინფორმაცია ინახებოდა და მე გადასცემდნენ რა არ ვიცით ახლა ჩვენ ხო სხვა გონება სხვა აზროვნება წარმონამდელი მეტადრე როდესაც მე შეეხო გერმანელი ჰეგელი თუ ფიხტე აღარ მახსოვს რომ აი ჩვენ და დაბალი მედან უნდა ვისწრაფოთ ზემ მაღალი მემ და აი რაც მე ფროიდში ჩანს ზემე და რაღაცები რა მეშიო ეს მე ხელი არ ახლოდო და დასხო იმიტომ რომ ეგ არაცნობიერი და მე ამათ შემოიტანეს და მე საჩამო განვითარდა ფსიქოანალიტიკური სკოლები ხო? გერმანულ სივრცეში. სხვა როცა ესეთი განძი გვაქვს და გონება და განმანათლებლობა გვაქვს ადგილზე რა. ძალიან საინტერესოა. ხო, მოკლედ რაღაცები დამალა, რაღაცები ვერ თქვა, თუმცა რაც უნდა ყველაფერი გააკეთა. და მე ვფიქრობ, მან შეასრულა თავისი როლი, როგორც პოლიტიკოსმა შეასრულა. მან ბოლომდე მიყვა ქართულ სახელმწიფოს. თავარი რა არის? სახელმწიფოში თავარი რა არის? მოდი რო ვთქვა. ბავშვებია თავარი. ბავშვი twin-ი უნდა დაიწყოს, რა აჭამო და ეხლა საჭმევენ და ასმევენ, ხო? და დაღავდით ევროპაში რომ ვითომ და შეაგონო, კარგად აცხოვრო. იგივე არ ხდებოდა რუსეთში რომ იყავდა. და საბავშვო ბაღში ასწავლიან რუსულ და ინგლისურ. და ეს პირდაპირ წელია დეტერმინაციას იწვევს და ფსიქიკური აშლილობები და რა ვიცი, რეებს არ იწვევს.
ბავშვები ბარბარიზმებით საუბრობენ. მეორე კლასელები, წარმოგიდგენიათ. ხო, მოკლედ აი ეს გასასწორებელია. ხო, კიდე ძალიან საინტერესო თემა აქვს, მაგალითად გენეტიკური თემა. ხა გენეტიკას რო ვინმე ახსენებდა, ხო, მოკლავდნენ, ხო, ეგრევე აი არ არსებობს. აი ესეთი რაღაცა უწერია. იწერს რომ მემკვიდრეობით შეიძლება გადაეცეს. ოღონდ მემკვიდრეობით გადაეცემა ობიექტიზაცია. ანუ რა, ობიექტიზაცია რა არის? მოდი გავმარტოთ. ხედავ, ჯერ შეგრძნება მაქვს რაღაცა დევს, მივაქცე ყურადღება და ხედავ რომ რაღაცა უკვე შეგრძნება, აღვიქვი რომ ეს არის ჭიქა და მერე მიდის ობიექტიზაცია, ხო? რა არის ეს ჭიქა? დამიდეს საწამლავია რა არის, ტრალივარი, ხო? ამას უკვე ობიექტიზაცია ახდენს. აი სწორედ ამაში იძახის რომ ფსიქიკური აშლილობა, აი ეს ობიექტიზაცია, ფიქსირებული განწყობები. რას ნიშნავს, რომ შიზოფრენური ადამიანებს ფსიქიატრიულ დაავადებას ამ ფორმას იმახსოვრებს რაღაც ფორმას. მაგალითად ადრე დამალევინეს საწამლავი, ხო? დავიმახსოვრე. იგივე ფორმის ურჩელიდან, ხო? დამოვიწყდა, მაგრამ ის გადმოდის. და შვილიშვილიც ესეთი რაღაცეები აქმა ქალის მიმართ, კაცის მიმართ, სასმელის მიმართ ესენი გადაეცემა. აღიქვამს რომ ეს სიგიჟე ფულის მიმართ მაგალითად ეს არის მნიშვნელოვანი. შიში ღამურის მიმართ და ასე შემდეგ შეიძლება ეს. ხო, აი რასაც რელიგია იძახის რომ სულ მაინტერესებდა გადაეცემა შვიდთაობას, რა გადაეცემა, ხო? რა გადაეცემა მადლიც, რა უნდა გადაეცეს? გადაეცემა სწორედ ეს აღქმები. ისიც ხო არის რომ პაპის ნაჭამ მატყემანმა შვილიშვილს მოჭრა კბილები. თუ აინც რაღაც ეგეც მომიჯნავია რა, იმის მიერ ჩადენილმა სოდვამ. ჩემი რო არ მივიწერო, უბრალოდ ციტირებას წავიკითხავ რა. აქტივაცია შესაძლოა მოხდეს არა ინდივიდის ცხოვრების განმავლობაში ფიქსირებული განწყობებით, ანუ რაღაცა დამოვფიქსირე, ჩემ პირადი გამოცდილებით, ხო? არა მარტო ამას შეუძლია გააქტიუროს რაღაცები პიროვნებებში. არამედ იმ განწყობებით, რომელიც ამ ინდივიდის გვარის ისტორიაში იყვნენ ოდესმე ფიქსაცია ქმნიდა. აი წარმოიდგინეთ, გვარში რო არის ის განწყობები რაღაცის მიმართ, ხო? რაღაც აი ჭამის მიმართ, ხო არის გვარი ხის მიმართ, რაღაცა. კი, ყველანი ესეთები არიან, ყველანი ისეთები არიან. ხო, ჩვენც ხო ვიცით ამ გვარი ისე. აი მაგალითად ერთი გვარია ხლიკიტლეკიები არიან. ხო გაგახსენდა ეგ ნაწარმოები, ახლა ხებს კიდე არ ვეტყვი, ხო? ერთი გვარი არსებობს მგელი შეჭამეს მაგალითისათვის და მისაღები იყო იმათვის რომ მგელი შეჭამეს. ხო, კიდე აი ესეთი, ნუ ახლა რომ მარტო ჩემზე არ გავიდეს, ხო გამიგეთ, ამიტომ საჭიროა ავტორიტეტები რაღაც წერტილი რომ არა უცდე რა. ბავშვი ფუნქციობის მოთხოვნილება იღვიძებს, ამ მოთხოვნილებას ფუნქციურ ტენდენციას უწოდეს, რაც მისი აზრით ფიქსირებული განწყობის მემკვიდრეობით გამტკიცების ფორმას წარმოადგენს, რომელიც თაობიდან თაობებზე გადადის. საოცრება. ეროვნული ოჯახის შვილიშვილი ეროვნული იქნება. მოღალატე შვილიშვილი მოღალატე იქნება. როგორი თემა იცი? ამ ისი აქვს გაკეთებული, აი რაღაცა ხო გეუნებთ, ზუსტად იცის. სადღაც ჩაგეძინოს და ეს ვერ დაინახო და თუმცა დატოვილია რა. აი მაგალითად ლაპარაკობს რაღაცა სულზე, ეს არ გეგონოთ. აი მარქსმა თქვა, მე კი არ ვიცი, ლენინმა თქვა, აი მაგარია რა. საოცარი ადამიანი. ეს უნდა შეძლო, ეს არ არის. ხო, მოკლედ ის არიფებისთვის. არ და სერიოზული ადამიანისთვის, მომავალ თაობებისთვის დატოვა ეს. ასე რომ მე ურჩევ აი ახალგაზრდებს მისი წიგნები ხელმეორედ წაიკითხენ. ოღონდ დაკვირე ის ციფრები და რიცხვები და რაღაცები ხო. მეტადრე აი ფილოსოფია და ფსიქოლოგია და ფილოსოფიური ნაწილის დაინტერესებულ ადამიანებს არა. კი ბატონო, რა თქმა უნდა, და გაბრიელ ქიქოძე და დიმიტრი უზნაძე კიდე ხელმეორედ არის შესასწავლი, მისი ფსიქოლოგია არ არის მესუბსტანციის ფსიქოლოგია თამაშიდან გასაყვანი. გაიყვანეს თამაშიდან, თუმცა რა მიიღო სამყარომ, თქვენც კარგად იცით, ხო? არაფერი გაურკვეველი სიტუაცია, ვერავინ ვეღარაფერს ვერ ერკვევს, პოლიტიკოსებმა აიღეს მერე რაღაცებს აკეთებენ, დღეს სამყაროში კაციშვილმა არც ისეთი ქაოსია, ხო? არაფერი მყარი არ არის, არაფერი მეცნიერული არ არის. ისიც კი ვერ დაამტკიცეს, მაგალითად LGBT-ს თემა რა არის? რა არის? სულის რეინკარნაცია? ხო? როგორ შეიძლება ქალში იყოს რაღაცა კაცი, ან კალში რა არის? ფროიდი პირველად რომ ეს გაიჟღერა მის სკოლაში პანჩურებით გაყარას ის ვიღაცა რომ თქვა რომ რეინკარნაციის თემაო რა რელიგიური თემაში თქვა რა და აღარ მოკლე გაყარა პანჩურით ისინი ხო? თუ არ არის რელიგიური თემა აბა რა არის? რა არის? უზნაძე მარტივად იძახის ეს არის განწყობა. განეწყო. მაგალითად
ეხლა რომ მე ეს ჭიქას სხვა წყლის მიმართ განწყობა მაქვს ხო მანამდე. თუ ეხლა წყალში არაყის ჩამივიდეს და რაღაცა მოხდა მაშინ და წყლის მაგურად არაყი დავწვდილი, მაშინ მე განწყობა მაქვს და ეხლა ამას პირდაპირ არ დავლე ხო, მოусვა მის გამახსენდება რა. ესე იგი სანამ ეხლა თქვა ბიჭი აღიქვამს გოგო არ აღიქვამს გოგოს, ესე იგი რაღაცა მოხდა. ბავშვობაში რაღაცა მოხდა. დედის მიმართ უღეში დედა იყო ხშირად ის ხდება ხოლმე ეგეთი თემა. მესმის. ეხლა გაუგონარ რაღაცას გეტყვით რა. გამოუხდნენ რაღაცას რა. ბავშვს ასეირნებდი დაახლოებით 1-2 თვის წინ ვაკის პარკში. და 4 ადამიანი ისე იქცეოდა როგორც ძაღლი 4-ზე დადიოდნენ და 2 ადამიანი ისე იქცეოდა როგორც მათი პატრონი. რა ნახა ჩემმა თვალებმა ბატონობესო რა ნახა ესენი და შესაბამისად აი არც გვაქცევდნენ ყურადღებას რომ ესე შეიძლება გვაქცევდნენ რა ყურადო ესე პირდაღებულები გაოგნებულები რო ვიყავით რა ესე ეცვათ ფაჩუჩები და ესე 4-ით დადიოდნენ ყეფავდნენ უკაცრავად ავარ და ხეს აშარდავდნენ და რატო იმიტომ რომ მათ დაუშვეს რომ მათში არსებული თქვათ გაუჩნდა ფიქრი რომ აუ ძაღლად კარგი იქნებოდა აი არაფერს არ ფიქრობ ხო ისე არაფერს ძაღლად კარგი იქნებოდა ისე ვიძახი და მოსულა ეგ დაშვება ფიქრები მოდის აუ არაფერზე არ ფიქრობს აი ეს ძაღლი რაღაც ეს 1 2 3 4 ბედნიერია შეიძლება მე გაგიზდეს განწყობა ერთხელ დადგე ვა ბიჭო რა კარგია ესე ვა რაღაცა ხო გამოეთიშებ სამყაროში მაგრამ ძაღლი ხარ რა და ეს შეიძლება ფიქსაციას მოხდეს სერიოზულად მოხდეს მერე გამოჩნდეს ის ვისაც ეგეთი ძაღლი ადამიანი უნდა ხო კომბინაციები 1000-ია ფსიქიკაში სხვადასხვანაირი ხო მაზოხისტი თუ არსებობს როგორც აქტიური პასიურიც არის და ძებნიან ხა ეგრე ხდება რა და ჩაჯდა კომბინაცია ხო იმიტომ რომ დაუშვეს რომ არაცნობიერი შიგნით მე ეს პიროვნება ვარ ესა ვარ ეს პიროვნება აი აქ მოხდა ხო გამიგონება ეგა როგორ არის ინკურნება ეგ ადამიანები გადარჩენადები არიან არა გადაჭი ყველაფერი იცვლება კაცო რელიგია რას იძახის თუ მოინდომე შენ და განწყობებზე ენუშევი და შეცვალე შენ თავზე ნენელა აბა მაშინ რა ერთადერთი ჩვენ შეგვიძლია ობიექტიზაცია აი უზნაძე რასაც იძახის ობიექტიზაციის უნარი ხოლო ჩვენ გვაქვს იმიტომ რომ მაგალითად დათვს არის სოროში ხო მაგალითად ცივა დაბლა დათვი კი გზნობს ცივა შეგზნება აქვს ტკივილი აქვს, განცდა აქვს, შეიძლება იტიროს კიდევაც, ხო? მაგრამ ის ვერაზოს ვერ გზნობს, რომ ეს არის სველი. ეს არის ტალახი. ამის ობიექტიზაცია რო გააკეთო, ეს არის პრობლემა, რომ ეცუდათა ვარ, აი ეს ტალახი და წყალში რო. მაშინ შევიდო და ხე შემოიტანდა რა. ხე ჩაალაგებდა ფიცარს, მოიწოვდა. ანუ უკვე სიმსრალეს მოიწოვდა. ხო, უკვე იდეალიზმი მოახდინა ამის ოპერა. ეს არის ობიექტიზაცია. ეს გაგაჩნია მარტო ადამიანს. კი ბატონო. სულს, ისტორიულ პიროვნებას. ხო, აი ამიტომ იძახის უზნაძე, მას აქვს ძალიან საინტერესო. დიდება უფალე, დიდი მადლობა. სუბსტანცია რა არის? აი მე ხო, ეხლა უყურე გელაპარაკე, გავაჩენე. და დავაკვირდი მე, უზნაძე რას იძახის? ერთია, როდესაც უყურებ ჭიქას. დიახ. ეს ჩვეულებრივი მატერიალური, იმიტომ ის ხო გნოსოლოგიაში იყო. შემეცნების საკითხებს სწავლობდა რა. და მეორე შემეცნება, რაც აზიურია. არის ის, რომ აი რასაც უყურებ, ამ პროცესს კიდე დააკვირდე. რა განცდა. აი კაი ყვავილია უყურებ და პირველადი რაც არის განცდა მივიღე, ხო? ეს არის პირველადი მატერიის, ბნელი მატერიის, ასე თქვა, შემეცნება, ხო? თუმცა ამ მატერიას როგორ აღვიქვამ, რა აღვიქვამ და როგორ აღვარ, ამას კიდე შეიძლება დააკვირდე. ამას გაბრიელ ქიკოძე უღაძეს თვით რეფლექსია, ანუ თვითცნობადობა. ცნობა ხო ვცნობ რო ეს ყვავილი, მაგრამ თვითცნობა და კიდე რაღაცა ცნობს, ამას რო ამას ცნობს ეს. ზევიდან უყურებს ეს მე რა. და გაბრიელ დიმიტრი უზნაძეს აქვს აღქმის აღქმა. აღქმის აღქმა. აი პირდაპირ აღწეს, ამას რო უყურებ, შეგზნება მივიღე რაღაცა, თქვენ შეგიძლია ექსპერიმენტი გააკეთოთ, მაგრამ ზევიდან რო დააკვირდები აი მაგალითად შვილს უყურებ, ხო? რა განვიცადე, მაგრამ მე დააკვირდე ამას მე რაც განვიცდი, ამას შეიძლება ზევიდან კიდე დააკვირდე სუბსტანცია. მე საკუთარ გვერდიდან შეხედო. ხო, ეს არის ეს ასკეტიკური გრიგოლ პალამა ამას წერს. ეხლა რაც თქვენ ამიხსენით, მე შესაბამისად კიდე ერთხელ მივხვდი, რომ ეს სწორედ რომ აი უფრო ღვთიურია, უფრო სულიერებიდან გამომდინარეა, უფრო ზეციურია. ბიზანტიური სკოლა, რომელიც უფრო მაცხოვრისეულია. რომის იმპერია, ქართული სახელმწიფო ყოველთვის იყო
გავლენების ქვეშ. ინდუეთიდან ეს გიპნოზები და ეს მეები და ესენი ყველა ხო გეუნებით რაც ინდუეთში მია, აქაც მია. ბაბო და რაღაცები არის ხო ესეც შესასწავლია. როგორ უნდა იყოს ერთი მე. და ეს მე სხვათა შორის ყველგან არის. აი გიუმი და აი მე ამერიკელები, ინგლისელები ლაპარაკობენ რომ 5 სიტყვა ქართველებს აქვთ უძველესი, რომელიც შეიძლება აი ადამიანზე და ჩვენი ქართველი მეცნიერები იძახენ, აუ, მაგათ რა იციან. წარმოიდგინე რა ეხლა. მე მაგაზე ბრძოლობ და იცით როგორ განვიცდი, აი ჩემი ხო, იმიტომ რომ არ უნდა თქვა რომ მათი დისერტაციები რომ სიზულებზე დაწერილი ქუდველი ეს არის ფუძე ენა არის ჩვენი ენა და ჩვენი ენა ყველაზე ძველი ენა. მე აი თუ უყურებ ჩვენ გადაცემას აი ამ ფორმულას ვიტყვი რომ ჩვენ ერთადერთი ერი ვართ რომელიც იმავე ენაზე საუბრობს, რომელზედაც წერდა და საუბრობდა წმინდა ნინოს დროს სიტყვაზე. ხო, მაშინდელ წიგნებს კითხულობთ. ერთადერთი ერი, ვერც ერთი ერი ვერ კითხულობს. წარმოგიდგენიათ თავისი მე-4, მე-5, მე-6, მე-10 საუკუნის ზეგლებს ვერ კითხულობენ და ჩვენ ერთადერთი ერი ვარ და რადგან 20 საუკუნის წინ ესე საუბრობდით, იმის წინ 20 საუკუნის წინ ესე ვისაუბრებდით და უკვე ცალსახად ეს არის ნოეს შვილების ეპოქა 50 საუკუნის წინამდე. ცოტა იქ მისტიკაში გადავიდა. არა, ეს არ არის მისტიკა, ეს რეალური ისტორიაა. დამერწმუნეთ ბესო რა, აი მე ძალიან ღრმად მწამს. თქვენ ხო გწამთ ა ブラ ამის პიროვნებას? კი, რა თქმა უნდა. არ მოგიდგენიათ, აი შესაბამისად ა ブラ ამი მეათეთაობაა ნოესი. სადღაც იქ კი არ არის რაღაც უსასრულობაში. კი ბატონო. მე მჯერა, ხო ეგენი ნამდვილი ისტორიული ადამიანები არიან. ხო, მოკლედ უარ გავხსნეთ ეხლა უზნაძეს. დაახლოებით ჩემო ძვირფასო მეგობა რომ 7-8 წუთი გადაგჭა ისე გაგვეპარა. უარ გავხსნეთ უზნაძეს რასაკეთებდა. უზნაძე აჭირინებს ორ ბურთს. ერთი დიდია, მეორე პატარა. დიახ. და ამის ფიქსაციით, ხო, ფიქსირდება, თქვათ 15-ჯერ თვალებს გახუჭირებენ და მე გეუნებიან ორ ბურთს გაძლევენ და შეადარენ. ნუ რა თქმა უნდა ეს რო დიდი ამის განწყობით ამას აღიქვამ ორ თანაბას სხვანაირად აღიქვამ რა მოკლედ. ანუ ეს რაც რო ჩვენი პირვანდელი განცდები რაც გვაქვს წყლის მიმართ, რაღაცის მიმართ, ესენი დღევანდელ რეალობას სხვანაირად აღოქვევნებენ. ამიტომ რასაც ჩვენ ხედავ ამას არც გემოაქვს არაფერი. არაფერი არ აქვს. ჩვენ გვაქვს ინტერესები ამ საგნების მიმართ. ეს არის მატერია. თუმცა უზნაძე იძახის, რომ აი ეს არის შესასწავლი, იმიტომ რომ ეს რეალობა იძახის. როგორც მატერიალიზმია რეალობა, ადამიანის როგორც ვიღაცისთვის ხინკალია მეტი და როგორც ნიორია მაგარი და ბედნიერებას იღებს და რეალობა. თუმცა არ არის რეალობა. ტვინმა შექმნა რა. იმიტომ რომ ორი ტვინია, მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფერო, ხო? მარჯვენა ემოციური, ეს ინტელექტუალი, ბოლოს ინტელექტუალი რა. ამიტომ ეს ორი ბურთით განსხვავებული თვალიდან შედის ინფორმაციები და ამის სინქრონიზაციას ახდენს ტვინი რა. და აი ბევრი მაგალითად ორშტეინი იყო ესეთი, აი ამ მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების განვითარებით განასხვავებენ ერებსაც. სწორედ ეს აძლევს, რომ იმან სხვა რაღაცა აღიქვას, განეწყოს და ფიქსირებულია რა. ზოგისთვის ის აფიქსირებული, მაგალითად ფლავია ისე ვიძახი, აი სოლოვიოვი რო დასაწყისში სოლოვი თვლიდა რომ ომი მაგარია, იმიტომ რომ ხალხს აერთიანებს ომი, სახელმწიფოს კრავს, ეხლა რაც რუსები აკეთებენ, ხო? თუმცა ეს ეხლა ქართული კაცისთვის რა ის აერთიანებს აგრებს, მისთვის სხვა ხედვა, იმისთვის სხვა ხედვა. ესეც სუბიექტურია და ესეც ნამდვილია, ხო? რაზე მინდა დავამთავროთ, რომ მოკლედ უზნაძე ძალიან ბოლო წერს ძალიან მნიშვნელოვან გზავნილს, რომელიც უნდა არსობრივად რა არის, რა ჩვენ არაცნობიერს უწოდებთ კითხვას. ფიქრობ, ჩვენ საქმე გვაქვს ყველაზე მთავარი პრინციპულ საკითხად, რაც ადრე ვთქვი, რომ რის გადაჭრაზე სწორედ დამოკიდებული იქნება მომავალი ჩვენი ფსიქიკური მსოფლმხედველობა. ხო, ასე რომ რასაც ჩვენ ვხედავთ, ეხლა ვხედავთ ბიჰევიორიზმით, ბავშვები ამ ბიჰევიორიზმით ხედავენ და ფსიქოანალიზი და ის ევროპული სკოლები, მე არ ვიძახი ცუდია და არ არსებობს, უფლება ყველას აქვს ხედვის, ხო? ყველას აქვს. რა თქმა უნდა, ხო გითხარით, რომ ვიღაცისთვის წყალია, ზოგისთვის შამპანიური, ზოგისთვის ლუდი. ხო, ეს სუბიექტურია, თუმცა არაფერი არ არის შიგნით. აი რომ ბედნიერებას განიჭებთ. თვითონ ტვინი ქმნის ამ კონსტრუქციებს მატერიას მიმართებაში რა, ეს არის უზნაძის მთელი თეორია. და თავიდან ის როდესაც სწავლობს, ამ საკითხებს სწავლობს. და ამ საკითხებს სწავლობს მატერიისა და სულის მიმართებას. და მე გადადის როგორც აღქმა. აღქმა ერთ-ერთი მთავარია ხო, მე როგორ აღქმა მატერიას.
და არა როგორც ფილოსოფი, ის ფილოსოფიიდან გავიდა მატერიაში და მე როგორც გითხარ ფიზიოლოგიაში. ფიზიოლოგია ძალიან მაგრა იცოდა, ხო, ძალიან მაგარი იყო რა. ხო, ასე რომ ეს იყო. რამდენად მე აი ამ აღქმებსა და შემეცნებებსაც გააჩნიათ ხო ეროვნულობა აი ჩვენ მაგალითად. რა თქმა უნდა, ხო გითხარით გერმანელი როგორ აღგო, რუსები როგორ აღგო. რადგან ესეთი სკოლა არსებობს, ეს სკოლა ჩვენთვის უფრო ეროვნულია, უფრო ახლობელია, უფრო სუპატარა რამეს ვიძახი, ქათამი როგორ ყივის, ხო? ყველა ხო ერთნაირად ყივის. ერთნაირად ესმის, მაგრამ როგორ გამოთქვამე, აი ეს არის მთავარი. მარცხენა ნახევარსფერო რა სიძახი. ჩვენ რა ყიყლიყო და ის კიდეს იმას ხის ვერ ათქმევინებ 2 წელი უნდა ამისადინო. რუსი ძახის კი უკარეკო. კი, ანუ ყველერი სხვა ძახის. საოცარი რამე. რა არის იცით? აი რასაც ახლა ლაკანის და ფრანგულის სკოლა რაღაც დონეზე მე მომწონს ლაკანის სკოლა. რასაც იძახის ის არის პიროვნება იძახის. პიროვნება რაცაც იძახის სიტყვას გამოთ რასაც აღიქონს ის პიროვნება. და არა ეს არაფერი არ არის. ჩვენ აქ რაც არის ამ მატერიას არაფერი არ აქვს მოკლედ რა. არაფერი საგანი არ არის რაც ადამიანს ბედნიერს გახდი. შენ ქმნი პროექცირებას. შენ თვითონვე დევრო აი რომ ლუდს ვიყიდი მაგარია რა. ბედნიერი ვიქნები. თუმცა თვითონ ლუდი ბედნიერი რო იყოს ხო ხდიდეს მილიონები და ყველა ბედნიერი იქნება. ისე ძალიან ძვირიანი ლუდები წარწევს ეგერთი და მეუღლე და დედა რო ნერვიულობენ და უბედურები ხდებიან რომ ესენი 5 ლიტრ ლუდს დალევენ. არ გააგებინო ცალკე უნდა დალ. მოკლედ ძალიან იგივე ეს დასწავლის უნარების პრობლემებზეც აქაც იგივეა მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებია ხო? და ჩვენ მაგალითად ჩიტაზე აქვს რეაქცია უხარია რაღაც თქვა აუტისტურ სპექტრ მაგალითად ბავშვებს. ნუ დედაზე ვიღაცაზე არ აქვს. ანუ რას ნიშნავს? ესე იგი აქტიობა, ნებელობა აქვს, ხო? აღქმა აქვს. უბრალოდ ამას არ აღიქვამს რა. თორე ჩვენ ხო ვერ ვიტყვით რომ აქ ჩაშიგლია. უზნაძე ამას იძახებს ფსიქიატრიული აშილობს აი ახლა თუ არა გოსტური ძალიან საინტერესო. მე ახლა აი თქვენ მე დამარწმუნეთ ძალიან დიდი მადლობა რომ ესეთი ეროვნული სკოლა გგონია და რომელიც ახლა არის მორყეული და ასაღორძინებელია. ხო, სხვათა შორის აი პარლამენტში გაიჟღერა კომისიაზე რო სწავლობენ რომ ეს სამეცნიერო ინსტიტუტების დანგრევა მოხდა. და მე იმედი მაქვს რომ ჩაეჭიდეთ რა. ხალხო ძალიან გთხოვთ, ვისაც რა შეგიძლია, ზოგმა ერთი აგურით, ზოგმა ერთი ბროშურით, ზოგმა ერთი თანადგომით, ზოგმა მაგალითად დარბაზით, რომ ბატონ ბესოს შეეხიდოთ, რომ იქნებ მართლაც აი საუბარი არის აი ამ ეხლა რო თქვით რომ კონფერენცია მესამე ჩამატარებინაო, მესამე ჩაგატარებინოს ღმერთმა და მე-10 ტექნიკური უნივერსიტეტი ბატონ დავითი აქტიურად არის იქ ბატონი მამუკა გიორგაძე მეუფე ანანია ჩართული. ტექნიკურია მადლობას ვუხდი. თამარ მეფის უნივერსიტეტი ჩართული, მამა ადამი, ბევრია ჩართული და ვცდილობენ რომ ნენელა ამოვწიოთ რა. ამაზეა ამ სწავლებას, ამ სკოლას ხარი დაუჭირო ხო? დამოკიდებული ხო? კიდევ არ გვიხსენებია კოინციდენციის თეორია. ეს თეორია რომელიც აი ახლა ევროპელები იყენებენ ამ თეორიას. რას ნიშნავს ეს? ისიც ახის ბავშვი რო შემოდის სამყაროში, მას აქვს განსაკუთრებული აღქმა. აი იმას თქვათ ის ორთქმავალი ძალიან მოწონს, ზოგ თვითფრინავი მოწონს. აი ეს უნდა შევისწავლოთ და განავითაროთ, რომ ის ჩამოვაყალიბოთ იმ თვითფრინავში ბედნიერი და განავითაროთ. ფეხბურთს თამაშობთ, ვიღაცა იქ პარლამენტარის შვილი და ვიღაცის კი არ უნდა ჩაუსვათ, ეს ჩაგრავთ ამ ადამიანს, მე ეს ვეღარ იქნება ბედნიერი. ამიტომ მოდი რა ეს გაუშვი რა, თამაშე და შენი შვილი გაუშვი სხვაგან, საცა თვითონ უნდა. რა არის კორუფცია, ლეპოტიზმი? მე უნდა განავითარო, ჩემი შვილი, ხო? გაუშვი რა. ნუ მოკლედ ეს თეორია ნიშნავს რომ როგორც კი თავისი მახასიათებლებით მოდის ბავშვი, გარდა უნდა დაუყენოთ პირობები, თუ და განავითაროთ მაქსიმალურად მივიღოთ პიროვნებლა საბჭოთა კავშირის არაწყობდა და აი ეს თეორია უკვე ევროპელებს აქვს და ამას იძახის უწმინდესი 13 წელში რომ ძეგლი უნდა დაუდგათ რომ არ წაგვართვან ეს და უკვე წაღებული აქვს ეს წაღებული აქვს რამდენი კურთხევა ჩვენი პატრიარქისა შეუსრულებელი მე ხლა აი ამ საუბრისას თალკე თქვენ ხო ბესო ბოგველი აღმოაჩინეთ და მეც აი ამ პატარა 45 წუთიანი საუბრის განმავლობაში თავიდან აღმოვაჩინე დიდი დიმიტრი უზნაძე და დიდი მადლობა მას აი თუნდაც იმ ფრაზისათვის რაც ისტორიული პიროვნება ქვია და თუნდაც ღვთისმსახურებისათვის მორწმუნეობისათვის და ასე შემდეგ და ჩემი მასწავლებელი იყო სკოლაში ძალიან დიდი ადამიანი დიდი ისტორიკოსი დიდი მეცნიერი ბატონი ოთარ ამაღლობელი მოვიკითხავ მას ღმერთმა მშვიდობა და ჯანმრთელობა მისცეს და
მე-9 კლასში ესეთი რამე გვითხრა, რომ მე მისგან ვიცი, რომ ნილს ბორს უთქვამს, ნილს ბორს, დიდ ფიზიკოს, ის ფიზიკის მამას, რომ გამორიცხულია რომ ეს ზეციური მოძრაობებიო არ იმართებოდესო გონებისგანო, დიდი გონებისგანო, დიდი აზროვნებისგანო და ერთ სიტყვით ღმერთი ახსენა, გამიგეთ და ეს საიდანღაც არ ვიცი ვისგანაც მივიდა ადმინისტრაციაში და გაუბრაზდნენ რომ რატო ესაუბრებიო ბავშვო ღმერთზეო და რატო ესაუბრებიო ეს იყო 1986 წელი წარმოგიდგენიათ რატო უხსენებ ეგეთ რაღაცასო და ჩვენ ხა თავისუფლები ვართ, სრულიად თავისუფლები ვართ. დიდი მადლობა, ეს მაინც მოგვემადლა ამ ეპოქაში და სახელმწიფო გაგვაჩნია, ბატონობესო. სახელმწიფოებრიობა, ენა, მამული, სარწმუნოება და სახელმწიფოებრიობა. დიდი მადლობა ღმერთს ამისათვის და კიდე ერთხელ გეუბნებით, დაუმეგობრდით ამ ადამიანს სხვადასხვა რესურსში, ცხადში, Facebook-ში, YouTube-ში, სამეცნიერო მიმართულებაში და მოდით გადავარჩინოთ. მე ვინა ვარ, მე მღილი ვარ, რა უნდა გადავარჩინო და როგორ შეიძლება დიმიტრი უზნაძე გადავარჩინოთ, მაგრამ მისი სკოლის ერთი პატარა ქვა დავდოთ. ძალიან დიდი მადლობა. არა, კი ბატონო, ეს თვითონ მომავალი თაობების და მათთვის იქნება საჭირო, იმიტომ რომ დიდი იარაღი იქნება. ეს დიდი მენტალური იარაღია, ჩვენ სხვანაირად ეხლა რად გვინდა სახელმწიფო გქონდეს და ჩვენი შვილები ხო კაცმარიცის ხო? შეიძლება 1000 ტანკს აჯობოს. რუაძე იძახით, ჩვენ გვინდა ძლიერი პიროვნები, გვინდა 100 ვაჟა-ფშაველა 100 თქვა დიმიტრი უზნაძე, თუმცა ეს და ერთი ან ორი ილია ჭავჭავაძე. ხო და არ გვინდა ამდენი ნარკომანები და ეს რო ყავდეს, ამისთვის უფრო მაგარი მთავრობაა საჭირო, თორე დღევანდელი მთავრობის და იგივე ოპოზიცია ვერ მართავენ ესეთ ნიჭიერებს, ხო? ღმერთმა მოგმადლოს. ისევ წმინდა გიორგი მგუშალოს. დიდი მადლობა, ჩემო ბესო. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. მშვიდობა გქონდეთ. გამრავლდით, გაღონიერდით.